რეორგანიზაცია ფორმალურად ასე არქმევენ ხოლმე ამ ყველაფერს, მაგრამ სინამდვილეში არც კი ცდილობენ დამალონ, რომ ამას პოლიტიკური მოტივები აქვს, ერთგვარად დემონსტრაციულიც არის ხოლმე, ალბათ იმიტომ, რომ რაღაც სხვებიც გაფრთხილდნენ და რაღაცნაირად მსუსხავი ეფექტი ქონდეს. მოგვიყევით თქვენი შემთხვევის შესახებ და აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის, რომ თქვენ ხართ პეტიციის ხელმომწერი, რაც ხშირად ხდება ხოლმე საბაბი ადამიანების გამორჩევის მიზეზი. დიდი მადლობა პირველ რიგში ჩემი ამბით დაინტერესებისთვის და მეორე მხრივით სოლიდარობა ყველა სინდიკის პატიმარს, ალბათ თამარ დათაშვილს და მზია ამაღლებელს. ჩვენ ყველანი აუცილებლად ვიცხოვრებთ ჩემი რწმენით ძლიერ ერთიან და თავისუფალ საქართველოში. რაც ეხება ჩემს სიტუაციას, მას შემდეგ რაც პროევროპული აქციები დაიწყო და საჯარო მოხელეებმა დაიწყეს პეტიციაზე შეერთება, მეც ვიყავი მათ შორის ერთ-ერთი, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა პეტიციას შევერთებოდი. 56 ადამიანმა მოვაწერეთ ხელი ამ პეტიციას და მას შემდეგ როცა დაიწყო უკვე საჯარო მოხელეების დაშვება სამსახურებიდან, ღია წყაროებზე დაყრდნობით, ვცდილობდი გამეგო ვინ იყო, ვინ დარჩა, ვინ გაუჩეს და ბოლოს დარჩა ისე რომ აღმოჩნდა ისე რომ ნახევარზე მეტი ადამიანი ამ ხელმოწერი 55 ადამიანი და შეიძლება მეტიც გაათავისუფლეს და მათ შორის ერთ-ერთი ბოლო ახალი გათავისუფლებული ვარ მე. რითი ახსნეს ესე თვითონ რა გითხრეს? არა ეს სტანდარტული პროცედურაა, რეორგანიზაცია, ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ალბათ ან რა ვიცი რაიმე სახეს მოუძებნიან, უბრალოდ აღმოჩნდა ისე რომ არ შეიძლება დამთხევა იყოს პროევროპულ პეტიციის. პროევროპული არ ქვია ამას, პროკონსტიტუციური ქვია. ჩვენ მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის განუხრელ დაცვას ვითხოვდით და არ შეიძლება შემთხვევით იყოს რომ უმრავლესობა ამ პეტიციაზე ხელმომწერების გათავისუფლებული იყო რაღაც ხარჯების შემცირების საბაბით ან რეორგანიზაციის. კი ბატონო, იცით რა არის საინტერესო? ერთია რომ რაც კონკრეტული ადამიანების მიმართ ჩადიან უსამართლობას და უკანონობას, როცა პოლიტიკური მოტივით ათავისუფლებენ, მაგრამ მეორეა კიდე აი ზოგადად ბიუროკრატიის თუ სხვადასხვა სახელმწიფო სერვისის სისტემის ხარისხზე როგორ აისახება ეს? აი ვინ უნდა ჩაგანაცვლოთ თქვენ და ეს ათეულობით კადრი, ვინც თქვენ თანამშრომლების, ვინც გაუშვეს? აი ამ საკითხს როგორ უყურებთ? ანუ უხერხული იქნება მე რომ ჩემს თავზე ვისაუბრებ ჩემს თანამშრომლებზეც კითხეთ. რა უნდა საბოლოო ჯამში დაისახება სახელმწიფო სერვისებზე, მაგრამ ეგ ხო რეალურად დღეს არავის აინტერესებს. დღეს არის მთავარი პოლიტიკური აზროვნების ჩახშობა, თავისუფალი აზროვნების ჩახშობა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მე ვიყავი ერთადერთი ამ პეტიციაზე ხელმომწერი სამხედრო ჰოსპიტალში, გაუშვეს ისეთი ადამიანები, ვისაც რაღაც კონდათ ალბათ მოსაზრება რომ იყვნენ განსხვავებული აზრის მატარებელი. აგრეთვე ადამიანებს მეხსენ თემი გადმოსახედიდან რა ადამიანურად იმპროცესები მუშაობდნენ, ადამიანებს აქვს თავიანთი გაათვლა ფინანსების კუთხით ოჯახში და განსაკუთრებით შტაბ-გარეშე თანამშრომლები დატოვეს აქტის წინაშე თავიანთ პრობლემებთან მარტო და მიზეზი იყო ის რომ უთხრეს რომ ჩვენ არ გვევალებოდა კანონი თქვენთვის გაგვეფულებინეთ წინასწარ. მით უმეტეს როცა საუბარია მე არა ვარ მედიკოსი ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობდი სამხედრო ჰოსპიტალში, მაგრამ ოდესაც საუბარია ასე დეფიციტურ კადრზე მედიკოსებზე და მათ უშვებენ გაუფრთხილებლად ყველანაირი ადამიანურობის და პატივისცემის გარეშე ეგ რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში შემდეგ პაციენტების მდგომარეობაზე აისახება. ეგ არ ეხება მხოლოდ ექიმის და პაციენტის ურთიერთობას, ეხება ნებისმიერ სახელმწიფო სერვისს. თუ გაუშვებ პროფესიონალურ კადრს, აღარ დარჩება საქმის შემსრულებელი და საბოლოოდ სახელმწიფო საქმე დაზიანდება. კი ბატონო, და ბოლო კითხვა მექნება ისევ ამის გაგრძელება, ზოგადად როგორ საბეჭდება გრჩებათ ამ საჯარო სამსახურებში, დარჩა რაიმე სივრცე, კეთილსინდისიერი, პროფესიონალი, რაღაც საჯარო სამსახურისადმი მიძღვნილი ადამიანებისთვის, თუ აი საერთოდ უკვე შეუძლებელი ხდება ასეთი ადამიანებისთვის ამ სივრცეში ყოფნა? რა თქმა უნდა, რჩებიან მე ხშირად მეუბნებიან და აქამდეც მეუბნებოდი იმას, რომ აი დატოვეს საჯარო სამსახური და წადი კერძო სექტორში. უბრალოდ ჩემი გადასახლებიდან გამომდინარე, მქონდა როდესაც კარიერა დაიწყო საჯარო სამსახურში, ჩემი მეორე ორგანიზაცია ადრე-ქუთაისის მერიიდან გამომიშვეს 9200 დაკავშირებული კრიტიკული პოსტის გამო, რომელიც გოგითოფაძეს მიუძღვენი. მაშინ მეუბნებიან, რომ უფრო რეალიზებას მოვახდენ კერძო სექტორში. უბრალოდ შეგრძნება მქონდა, რომ ჩემს აგუჩდებდი სახელმწიფო საქმის
მშენებლობაში და კი რა თქმა უნდა მე ჭვი არ მეპარება რომ ისე არ წავა საქართველოს საქმე რომ პატრიოტის საჯარო მოხელე არ დარჩეს ქვეყანაში თუმცა ცუდია რომ მათი რაოდენობა მცირდება და მიადებიან საბოლოოდ იმასაც ვინც ჩუმად არის და ფიქრობს რომ თავისი ჩუმადყოფნით თავის შემოსავალს გადაარჩენს